მოგესალმებით მეგობრებო. მოდით ახლა ვისაუბროთ ბოწურის გამრავლება, მაკეობის და მათი ნაშიერების დაბადება გამოზრდის თანმიმდევრულ ეტაპებზე. მნიშვნელოვანია შევამოწმოთ, რამდენად ახურებაშია მოსული, რომ მაღალპროცენტიანი განაყოფიერება მოხდეს. უმჯობესია ეს დილით აღავს დავგეგმოთ. აუცილებელია დედალი ბოწვერი შეუსვათ მამალს და არა პირიქით. პირველი შეჯვარების შემდეგ კარგი იქნება თუ დედალს 2 დღეში ისევ შეუსვავთ იგივე მამალს კონტროლის მიზნით. ამის შემდეგ აუცილებელია დედალი შვიდ და კომფორტულ გარემოში გყავდეს, რათა ნაყოფის კარგი განვითარება მოხდეს. დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე დედა ბოწვერი საკუთარი ბალნით ათფობს ბუდეს. ეს საოცარი დედობრივი ინსტინქტია.